დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას და განსაკუთრებით რა თქმა უნდა მათ ვინც ამ წამს შემოგვიერთეთ. და ძალიან კარგ დროს გააკეთეთ, იმიტომ რომ საინტერესო სტუმრებით და საინტერესო თემით დავბრუნდით ქართველი დიზაინერების კოლექციებს. ვეცდებით ყოველ შემთხვევაში ქართველი დიზაინერების კოლექციებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში და არა მხოლოდ ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს. აღიარებენ მოდის კანონმდებლები ქართველი დიზაინერების კრეატიულობას, თუმცა როგორც სერიული ბიზნესი ამ სფეროში წარმატებები ნაკლებად არის და მხოლოდ ძალიან ცოტა დიზაინერი ახერხებს იმას, რომ საკუთარი წარმოება იყოს სერიული და კომერციულად ისეთი სერიოზული პროექტი შექმნას. დღეს ჩვენი სტუმარია მოდის მარკეტოლოგი ნინო იოსელიანი, სტუმრები არიან და თეონა ელიზბარაშვილი დიზაინერი პირველ რიგში. დიდი მადლობა, რომ ეს ადრიანად დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. ნინო ესპანეთიდან ჩამოვიდა და დღეს მოგვიყვება იმ სერიოზული გეგმების შესახებ, რომლებიც მას აქვს და საკმაოდ სერიოზულია ეს გეგმა, იმიტომ რომ ალბათ საკმაოდ რთული პროცესია ის, რაც ჩვენ მიზნად დაისახე. კი, ნამდვილად რთული პროცესია, რადგანაც დღესდღეობით საქართველოში მოდის სფერო განვითარებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ატელიების დონეზე დარჩენილი. სულ რამოდენიმე დიზაინერი არის, ვთქვათ, ვინც ცდილობს, რომ სერიულად აწარმოოს ეს ტანსაცმელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საუკუნეში, ძირითადად 21 საუკუნეში, ალბათ ძალიან ბევრი ბრენდი არის ბაზარზე, რომელიც სერიულად აწარმოებს ტანსაცმელს. ადრე ამის გაკეთება საქართველოში პრობლემა იყო, რადგანაც არ იყო იმის რესურსი, თუ შეიკერებოდა ეს ტანსაცმელი, მაგრამ ეხა არის თბილისში რამოდენიმე ფაბრიკა, თუნდაც რილოში არის ძალიან დიდი ფაბრიკა, სადაც დღესდღეობით მონკლერის ქურთუკები იკერება და იტალიაში გადის ექსპორტზე, ეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. ეს იმას მეტყველებს, რომ არის ძალიან კარგი კვალიფიცირებული მუშა, ხელი და თვითონ დანადგარები, სადაც შეგიძლია ეს ყველაფერი შეასრულო და გააკეთო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე იმის რესურსი, რომ ქართული ბრენდი შეიქმნას მასიური წარმოების, რომელიც სერიულად შეიკერება, გაიყიდება საქართველოს ტერიტორიებზე, ეს არის უფრო ახლო გეგმა, შემდეგ გვინდა კავკასიის რეგიონზე გაიყიდოს ეს დასაცმელი და შემდეგ უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველო და ქართველი დიზაინერები კავკასიაში ცნობილები არიან როგორც გემოვნებიანები, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ გუნდი ქართველი დიზაინერების, რომლებიც იმუშავებენ ამ ბრენდზე და დაგვეხმარებიან ამ კოლექციების შექმნაში. ხოლო ჩვენი გუნდი მარკეტოლოგების ამოცანა იქნება კი როგორ დავგეგმოთ და გავაკეთოთ ამ პროდუქციის რეალიზაცია და საერთოდ შევქმნათ მთლიანად ეს ბრენდი და ჩამოვაყალიბოთ. ჩვენი მაყურებელი უკვე მიხვდებოდა და ჩვენს რომ თეონა ერთ-ერთი იმ დიზაინერთაგანი არის, ვინც ამ გუნდში იქნება. კი, აუცილებლად დიდი სიხარულით, იმიტომ რომ რამოდენიმე დიზაინერი შევიკრიბებით და ისედაც საინტერესოა, რომ ყველას თავისი გემოვნება, აზრი ერთმანეთს გაუზიარებთ და ერთ პროექტში მოხვდება ეს. და ძალიან კარგი იდეაა თვითონ და კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამოვა. მე ვაკეთებ მაგალითად რაღაცა wings თემა მაქვს ფრთების, რომელიც თითქოს და მეორე ხაზის არის და არის ძალიან წარმატებული. უბრალოდ უკეთესი იქნება, ვთქვათ, მსგავსი რაღაც რო გაკეთდეს და ბევრი დიზაინერი რო შევიკრიბოთ და არა მარტო ჩემი იდეა, იქ იქნება სხვა დიზაინერებისაც და უფრო ფართოდ განვითარდება ეს და ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, არ დავკარგავთ ჩვენ პირველ ხაზს, ჩვენი ის სახელოსნოები გვაქვს და ჩვენი მომხმარებელი გვყავს და ის თქვათ fashion week-ია თუ რაღაცა ის ყოველთვის იქნება, ის კრეატიულია და სხვა თემაა. თუმცა ძალიან კარგია და მე მგონი თქვენც მოხარულები იქნებით, რომ ქართველი დიზაინერების ერთად გუნდურად ნამუშევარი ეს ფართო იმით გავიდეს საზღვრებს იქითაც და ჯერ ჩვენთან აქ რო იყოს. თან რაც შეეხება, როდესაც ბრენდი არის, არასოდეს არც ერთ ბრენდში ნებისმიერი, თუნდაც რომ ავიღოთ შანელი, ძიორი, თუნდაც მასიური წარმოების ბრენდები რომ ავიღოთ ზარა, მანგო, არცად არ არის ერთი დიზაინერი. ყოველთვის ესეთ ბრენდებში მუშაობენ ჯგუფურად. ანუ თუნდაც რომ იყოს შანელი, შანელის არტ დირექტორი არის კარლ ლაგერფილდი და მის უკან არის 80 დიზაინერი ახალგაზრდა, რომელიც აკეთებს კოლექციას. ანუ აქედან გამომდინარე, როდესაც
ბევრი დიზაინერია, ყოველთვის კოლექციები უფრო მრავალფეროვანია, საინტერესოა. ერთი ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან ცერული წარმოება, თუნდაც აი როდესაც უკვე ფაბრიკაში კერავ, აი როდესაც პრედაპორტეზე გვაქვს ლაპარაკი, მასიურ წარმოებაზე გააჩნიან, სულ ერთია ნებისმიერ შემთხვევაში. იქ მუშაობენ ჯგუფი, ვთქვათ, სტილისტები, მარკეტოლოგები, ის ადამიანები, ვინც ტენდენციებს კარნახობენ. დიზაინერის მოვალეობა რეალურად არის, რომ კრეატიულად შექმნას კოლექცია. თორე რა ფერები, როგორი ფორმები, რა არის გაყიდვადი. ამ ინფორმაციას დიზაინერს აწვდიან მოდის მარკეტოლოგები, სტილისტები, ტენდენცბიურები და ამ ინფორმაციის და ცოდნის შემდეგ კეთდება კოლექცია. კოლექცია მზადდება, იქიდან ვთქვათ, 80 მოდელი შეიძლება არჩიო 10 ერთი დიზაინერისგან. არჩევ, შემდეგ ტესტებს აკეთებ, ამ ტესტებს ისევე ფოკუს ჯგუფებში გაატარებ და ნახავ კიდე რა არის კარგი, რაზე არის უფრო მოთხოვნა და შემდეგ აი ამდენი კვლევის და ამდენი ფიქრის მუშაობის შემდეგ აწარმოებ უკვე სერიულად ფაბრიკაში. ხო, რა ინდუსტრიასთან არის საქმე, ბუნებრივია, რომ ბევრი რგოლია ამაში ჩართული და რამდენი დიზაინერი იქნება გაერთიანებული კონკრეტულად ახლა ამ ეტაპზე იცით? გაჩნია კოლექციას 4-5 დიზაინერი, შეგვიძლია ვთქვათ 4-5 წამყვანი დიზაინერი და აგრეთვე დამხმარეთ ახალგაზრდა დიზაინერები. გარკვეულია მათი ვინაობა, ვინც უკვე დაიწყო? იცი ძალიან თეონა თამუნა ინგორო ყვარამცი ამ წამყვანი დიზაინერები და გვილაპარაკი ამ თემაზე და ყველა საინტერესებს, რადგან საბოლოოდ აი მოდა რომ გადაიქცეს ბიზნესად და იყოს შემოსავლიანი და შევხედოთ როგორც ბიზნესი, ეს არის წარმოება რეალურად და უფრო სერიული კერვა. ეგ სოფლიოში აღიარებული ფაქტია და ეს ყველგან ესე არის და ავტომატს არა ჩვენ შეგვიძლია რომ იგივე და გაერთიანდება ერთი სახელის ქვეშ რეალურად. რა თქმა უნდა ერთი სახელის ქვეშ ამ სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ეს ამ ეტაპზე შეჩერებული ვარ G-მანია, რადგან G როგორც ჯორჯია და მანია როგორც აი რაღაცის მანია, რომ აი ქართული ბრენდის მანია, ანუ რაღაც ესე ვთქვათ, რომ აი ამოჩენებული აერთიანებს ამ არაჩვეულებრივი G-მანი, აქედან გამომდინარე ძალიან ისეთ სახელი უნდა ერქვეს რა. დაახლოებით რაღაც მოწოდებაც არის, ხო, რომ რაღაც მანიაკალური გახდეს ეს ყველაფერი. და დამოკიდებული გახდე ამ ბრენდზე. არა, მარტო ქართველებისთვის, ოღონდ როცა ეს გაცდება, მით უმეტეს კიდე უფრო როცა მით უმეტეს სურო არის ამაზე საუბარი, რომ ქართულ დიზაინერებს რაღაც უკვე გარკვეულ ქვეყნებში უყურებენ როგორც ძალიან მოდურს და საინტერესოა, მათთვის ეს სახელის პრინციპში ამასაც ხას გავუსვამთ. თან რადგანაც ჩვენ გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, რომ გვაქვს გვერდზე აზერბაიჯანის, ასოფხეთი, ყაზახეთი, ამ ქვეყნებიდან დღესდღეობით ძალიან ბევრი ბაიერი ჩამოდის და ქართველი დიზაინერის ნაწერს ყიდულობს, რადგან თუნდაც აზერბაიჯანელისთვის საქართველო არის ჩვენთვის პატარა პარიზი. ანუ ყოველთვის იყო ცნობილი, რომ საქართველოში უფრო გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ეს ქვეყნები არის სტრატეგიული ქვეყნები, საიდანაც შეგვიძლია გავიტანოთ ეს ჩვენი პროდუქცია და G-მანიაც აქედან გამომდინარე მათთვის დადებითია და მიმზიდველია. ფიქრობთ რომ ალბათ ამ ანუ გათვლა დაახლოებით არის ჯერ მაინც იწყება საქართველოდან, ხო? ანუ საქართველოდან რა თქმა უნდა საქართველოში და მერე ამიერკავკასიაში. შემდეგ არის ძალიან ბევრი გამოფენები მსოფლიოს გარშემო თუ წელიწადში ორჯერ სეზონურად და აქედან გამომდინარე უკვე გამოფენაზეც წავიღებთ კოლექციებს, აი თქვათ უზნექსისაც ეს მასიური უფრო ესეთი ბრენდები იმიდიან და უკვე იქიდან გამომდინარე უკვე ბაიერები მოდიან სხვადასხვა ქვეყნების და უკვე იქიდან მიდის ნელ-ნელა შენი და სხვადასხვა ქვეყნებში გატანა პროდუქციის, ასე რომ რეალურად დიზაინერების შექმნილი სამოსი ესე უფრო ხელმისაწვდომი იქნება ალბათ ყველა მომხმარებლისთვის, ხო ეს ამასაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს უფრო ხელმისაწვდომი იქნება, იმიტომ რომ შენ სერიულად და არა კონკრეტულად ერთ კაბაზე ხარ, თქვათ, ორიენტირებული. ადრესაც სერიულად აწარმოებ, იქ ნაჭერიც უფრო გიაფთება, იმიტომ რომ როდესაც 3000 მეტრს ყიდულობ იმ ნაჭერს სხვა ფასი აქვს და როდესაც 10 მეტრს ყიდულობ სხვა ფასი. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის,
ინდუსტრია არის და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის დაკავშირებული და ეს ფასი ნელ-ნელა იწევს. უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, ყველასთვის და ძალიან ადეკვატური ფასი. ჩვენი ამოცანა შევქმნათ ხარისხიანი, ლამაზი, გემოვნებიანი პროდუქტი ადეკვატური ფასით. ანუ მთელი ფორმულა და ამოცანა არის ამაში. მარკეტინგულად გათვლილია ეს. რომ იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენთვისაც საინტერესოა დიზაინერებისთვის. ჩემთვის მაგალითად ის რომ ვთქვათ, რამდენიმე დიზაინერი ერთად ვიმუშავთ, ესე არ გვიმუშავია ერთად. და ნუ მე ძალიან მაინტერესებს და ძალიან საინტერესოა. მე ჩემი იდეა მაქვს, ვთქვათ, ჩემი რაღაც სტილი გამაჩნია, ყველა კონკრეტულად სხვადასხვა ვარ და ძალიან მიხარია, კაი პროექტია ძალიან და თუმცა ხელს არ უშლის იმას გაუსმო. ბატონო კონფლიქტური სიტუაციის მოლოდინში არა. პირიქით საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა და მე რომ გამოვა ერთი, ვთქვათ, 4 დიზაინერიდან და ის კონკრეტულად 1-4 გემოვნების შემქმნელი, ну ძალიან კარგი იქნება. ანუ ამ 4-ზე ჩამოყალიბებული. ანუ არ ვიცით ახლა 4 შეიძლება კოლექციასაც გასაწყისში 4 დიზაინერი იქნება. და მე მიემატება ყოველთვის და რაც უფრო გაზრდი პროდუქციას და რომ მეტ ელემენტს მიემატებ, კიდე თქო შეგვიძლია გაშალო იქ აქსესუარები და 1000 ხაზი ვთქვათ, რაც მაისურების ხაზი, სპორტული ხაზი, casual wear და როგორც ზოგადად ხდება. ჩვენ თითო ვქმნით ამდენ რაღაცას და ეხლა რამოდენიმე რას ვიზავთ ერთად. ნუ ძალა ერთობაში აქ გამომდინარე, რაც უფრო კარგი გუნდი გყავს და კარგად კვალიფიცირებული და განათლებული, ბევრად მეტ რაღაცას აკეთებ და ბევრი რამის მიღწევა შეგიძლია ვიდრე ერთ ადამიანს და აქ აი რამდენად ახლო მომავალში იქცევა ეს ყველაფერი უკვე რეალობად ეს არის ძალიან საინტერესო. ეს ახლო მომავალში იქცევა, იმიტომ რომ მე ახლა ვაკეთებ fashion marketing-ის კურსს, სადაც ვატარებ ლექციებს, რადგან ეს პროექტი რო განხორციელდეს, დიზაინერების გარდა გჭირდება გვერდში ყავდეს კარგად დატრენებული გუნდი, ასე ვთქვათ, მარკეტოლოგების ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს შექმნიან, იმიტომ რომ დიზაინი რაც შეეხება ეს დიზაინერები არის მხოლოდ რომ მოდელები შეიქმნეს, მაგრამ იქამდე ძალიან ბევრი სამუშაო არის თუ ეს როგორ გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ fashion marketing-ი საერთოდ არის სწავლება საქართველოში, გაბიზნეს ლაბორატორიაში გადაწყვიტეს აი ამ კურსის გაკეთება, ტრეინინგ კურსი არის, იქ კითხულობ ლექციებს უკვე 1 თუ 2 და რამდენად ბევრი ადამიანია დაინტერესებული ამ ჯგუფში ხარის 8 ადამიანი და დაინტერესებულები არიან რომ ამ სფეროში იმუშაონ. აქედან გამომდინარე, ეს მთავარია, იმიტომ რომ თუ არ იცი და ცოდნა არ აქვს ამის შესახებ, ძალიან რთულია ეს ყველაფერი გააკეთო და აქედან უკვე დავიწყეთ. საცდელად კოლექციის გაკეთებას უკვე ვფიქრობთ სექტემბრისთვის. შეიძლება ზაფხულში რაღაც მაისურების ხაზიც გავაკეთოთ და მოესწროს და სექტემბრიდან უკვე შემოდგომა ზამთრის კოლექცია წარმოვადგინოთ. აქედან გამომდინარე, დრო ძალიან ცოტა არის, იმიტომ რომ ძალიან მალე გადის ეს დრო ყველაფერი. ჩვენ რა დღეში ვართ, ნინო, წარმოგიდგენია დიზაინერები, მარკეტოლოგებიც ვართ ეხლა. საკუთარი ოფისის თავის ეგამბავი ტექნიკური მხარე ჩამოშორდება. ამ პროექტში, რა თქმა უნდა, თორე ისე, ნუ ხო არ უშლის ის რაც არის, რაც გვაქვს ჩვენ ის ისე ვისერჩება. იმიტომ რომ როდესაც დიზაინერი ხარ, შენ არც გრჩება ამდენი დრო, რომ სხვა ამდენ რამეზე იფიქრო და რეალურად აი ეს ყველაფერი თუ არ გააკეთე, ძალიან რთულია დღესდღეობით მარტო დიზაინერმა ფართო იმაში გასვლა მოახერხო რამე, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის. აქ არიან ბრენდები, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ევროპაში ეს ყველაფერი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და განვითარდა და რეალურად საქართველოში ძალიან დიდი დრო გამოვტოვეთ ამ ინდუსტრიაში და რომ უცბად სწრაფი ტემპებით განვითარდა. რა თქმა უნდა, საქართველოში ხარ გლობალურად რო გადავხედოთ, აი მე-20 საუკუნეში საფრანგეთში რო დაიწყო ატელიეები და ეს კერძო პატარა handmade მაღაზიები, აი მან დავართ. ხო, მაგრამ ეს რაღაცა უნდა იყოს, ეს handmade მაღაზია აუცილებლად მოთხოვნადი და ყოველთვის handmade უკვე ამ ინდუსტრიულმა კერვამ ის მოიტანა, რომ უფრო ახლა ნოსტალგია ამ handmade-ზე, მაგრამ მე სხვა თემაზე ვლაპარაკობ. მოდის ინდუსტრია, როგორც ბიზნესი და როგორც არის საერთოდ, უნდა განვითარდეს და გაკეთდეს. საქართველოს აქ ამის პოტენციალი და რეალურად ეს საინტერესოა ეკონომიკის თვალსაზრისით და სხვა ბევრი ფაქტორია. როცა სხვა ქვეყნების წამყვანი ბრენდების ტანსაცმელი ikერება აქ ეს რესურსი ბუნებრივია რომ უნდა გამოიყენო პირველ რიგში ქართველები და შენ თვითონვე შენ
ეხლა ვიყურებენ ის ადამიანები, ვინც მომავალში უნდა ჩაიცვან თქვენ მიერ შექმნილი სამოსი, რომელიც ჩაეშვება სერიულ წარმოებაში. საინტერესოა იქ თქვენ კონკრეტულად გავიგეთ, რომ საზღვარგარეთ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რეგიონში თვლიან ქართველებს გემოვნებიან და დახვეწილ ადამიანებად და თვლიან რომ კარგად იცნობენ, აი თქვენ რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქართველების ჩაცმაში, ეს რო გითხრათ. და რა მოგწონთ? ქართველების ჩაცმაში, იცი რა, მასიურად რო გადახედო, ქართველების ჩაცმულობა ძალიან ერთგვაროვანია. გავაკეთეთ street style research-ი ხა ამ მარკეტინგის კურსზე და აღმოჩნდა, რომ აი სტერეოტიპულად ყველას აი ქუჩაში ის ადამიანების ნაწილი, რომელიც ძირითადად დადის ქუჩაში ფეხით, თქვა და არ არიან მანქანებში და დადიან public transport-ით. აი ყველას აცვია ერთნაირად. ანუ სხვადასხვა უბუნები გავაკეთეთ, ვაკე, საბურთალო, დიდუბე და ძირითადად აი ერთი სტერეოტიპია, ვთქვათ რაღაცა მუქი ფერი, ძირითადად მუქი ფეხსაცმელი, მუქი შარვალი და მუქი ეკარი რომ სუსი მუქი არის. აი ძალიან მუქ ფერებში არის, მაგრამ აი თქვენი სტუდიო არის საერთოდ სუსხვანაირი, ბედნიერ ფერებში, ლახ ფერებში. მაგრამ ნინა დამეთანხმე, რომ მაგრამ არჩევანს არ არის. გემოვნებიანად, მასიურად ქუჩაში რო გახვალ, ბევრი გემოვნებიანი არა, რა თქმა უნდა, შეგვხვდება, ბევრი ვიდრე გემოვნებიანი სადმე შეგვხვდება. საზღვარგარეთ. იქ ქუჩაში თუ კარგ პრესტიჟულ ადგილებში არ ახარ, არ გხვდება ესე გემოვნებიანი. კი, გხვდება როგორ არა, მაგრამ ნუ არ ჩამოუვარდა არა, გააჩნია რა, ხა იქ უბნებსაც გააჩნია და ადგილსაც გააჩნია და ეხლა რომ დააყენო საქართველოს თქვა რაღაც საშუალო უბანი და ესპანეთის საშუალო უბანი ვერ ვიტყვი რომ ხა საქართველოს კარგად აცვე, ხა ეგრეც არ არის. კაი, მაგრამ აიღე სხვა ქვეყანაში. არა, ესე არ არის. ბევრი არის ეს მასიურად. ბევრი რაღაცა გამოტოვებული როგორც იმიტომ ლოგიკური პატიება. რა ჩამოვარდა. იმაში რომ რაღაცა ხდება, ეგეც კომუნიზმმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. იქ იყო ყველაფერი ერთი სტილის. მაგიტოა დღესაც კი რომ ერთფეროვანია ჩაცმული. ამიტომ აი ყველაფერი არის აღარ არის ესე. ცოტა ხა მარტივი გამოსავალია ალბათ ის შავიც და ისიც განაპირობებს რომ ბევრს არ აქვს შესაძლებლობა რომ იყოს ფერადი. დაუსრულებლად ვისაუბრებ. უდის მოქნევაა ახლა ეგ. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დიდი ნახტომია, თუ გინდ მასიურად რო გადახედო ქუჩებში, თინეიჯერები და ისინი ძალიან დაიხვეწნენ. კი ის რომ თუ გინდ ფერებიც მწვანე შეება წითელზე ჩაიცვას, ისიც მიხარია, რომ ცოტა გახალისდა და კი როგორ არა, ბევრად უკან ვართ ყველა სფეროში, მაგრამ ნუ არის, როგორ არა. და ჯერ კიდევ იმის ფონზე რა დონეზე ცვა. მით უმეტესობა ყველაფერი და ყველაფერი მიდის უკეთ. ეს ჩვენი ჯიმანია რო იქნება, ხო საერთოდ. სრულიად შემიძლია ვისურვო რომ მანიაკალური გახდეს. გაამართლოს სახელი და დარწმუნებულები ვართ ესეც იქნება. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ ჩვენზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი როგორც მომხმარებლებზე. ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს, როგორც ყოველთვის ძალიან წარმატებულ დღეს გისურვებთ. გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს უკვე ორ შაბათს შევხვდებით, მანამდე კი ხვალ ჩვენი მეგობრები იზრუნებენ თქვენ კარგ განწყობაზე. დროებით. დროებით.